გასაგებია რომ ეხლა ამ წუთის მდგომარეობით მე არ ვიტყოდი რომ პოლიტიკა არ აქვს ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაც უყურებთ ეგეც არის ამ პოლიტიკის გამოხატულებები. ის რომ ელჩი არ აყავთ დანიშნული ამდენი ხანი, ის რომ ამათ არ ელაპარაკებიან, ეს პოლიტიკა არის. ანუ ჩამოყალიბებული პოლიტიკა ეს არ არის შემთხვევები, არ ჯერ ეს არის შემთხვევითი ამბავი. არ აქვს პროაქტიული პოლიტიკა, ამის თქმა შეიძლება, ანუ აქტიურად არ მოქმედებენ, მაგრამ თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ და ბევრი სხვა გამოხატულება აქვს ამას. და ეს გამოხატულება პირველ რიგში მაგაში გამოიხატება, რომ ელჩი არ აყავთ და ამათთან მაღალ დონეზე დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მეორე რეგიონთან მიმართებაში ინტერესები ამერიკის დაფიქსირდა ეს ტრიპი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს ერთმანეთთან. ეგ ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს ამ რეგიონში ინტერესები. მე მგონია, რომ რაოდენ საფრთხესაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ საქართველო დარჩება მოტოვებული და მთელი ეს სატრანსპორტო ხაზები და ენერგეტიკული ხაზები გადაინაცვლებს სწორედ იქითკენ და საქართველო დარჩება ჩრდილოეთში ისე, რომ ჩვენზე არაფერი აღარ გაივლის და ჩვენ ინტერესებში არ ვიქნები. მე მაგას არ ვიზიარებ. მე მგონია, რომ და მათ შორის მილაპარაკია ვიღაცებთან, ამერიკელებთან. მათ შორის ამაზე საკმაოდ კარგად აქვს გააზრებული ის, რომ მანამ სანამ საქართველო რჩება რუსეთის გავლენის ქვეშ, თვითონ ამ ტრიპს, ამ კორიდორს მუდმივად ექნება საფრთხე. როგორც წარმოიდგინოთ, როგორც საქართველოსთვის არის პრობლემა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის ქვეშ, როგორც რუსეთი იყენებს აფხაზეთს და ოკუპირებულ სამაჩაბლოს, როგორც დესტაბილიზებელ ფაქტორს საქართველოსთან მიმართებაში და ამას აკეთებს საწლეულებია. დაახლოებით ეგრე შეიძლება წარმოიდგინოთ, თუ რეგიონს შეხედავთ, თუ საქართველო რჩება რუსეთის გავლენის ქვეშ, საქართველო იქნება დესტაბილიზებელი ფაქტორი ამ რეგიონისთვის, შემოიცა ტრიპი იქნება მუდმივი რისკის ქვეშ და ეს გააზრებული აქვს ამერიკელებსაც და გააზრებული აქვს ევროპელებსაც. ამიტომ მე ეგეთი რაღაც ეგეთი პესიმისტური დამოკიდებულება არ მაქვს, რომ აი ტრიპი თუ აეწყოს, ჩვენ всё ვეღარ გადავრჩებით და არაფერი ჩვენ ფუნქცია აღარ გვექნება. ან გონია ეგრე და არც გონია, რომ ამერიკის ინტერესები სტრატეგიული ეგრე ამერიკის ინტერესს რაღაცნაირად აკანონებს ამ რეგიონში, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით რაღაცნაირ რადარზე. გარანტია არის. მეც ეგრე ვხედავ რა. რაც შეეხება ალიანსს, კი, ანუ დაკვეთა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში იყოს გასაგები ალტერნატივა, რომელსაც ექნება გასაგები ხედვა ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ამდენზე დაკვეთა არსებობს ძალიან დიდი ხანია და არსებობს არა მარტო ვაშინგტონში, არამედ ბრიუსელში. მე მაგალითად არ ყოფილი ვარ ვაშინგტონში ძალიან ბევრი წლებია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვაშინგტონში აღარ დავდიოდი, იყო ის, რომ ყოველ ჩასვლაზე, ბოლო ორ ჩასვლაზე ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით, სრული განცდა მქონდა იმისი, რომ უბრალოდ არასერიოზულია, როდესაც ერთი პარტიის ლიდერი ჩადის იქ და ცდილობს ელაპარაკოს აუხსნას, რატო არის საქართველოს მნიშვნელოვანი ამერიკისთვის და რატო გჭირდება ჩვენ ამერიკის გვერდში დგომა. იმიტომ რომ თუ შენ ელაპარაკე, რაზე უნდა ელაპარაკო ხა? ელაპარაკო იმაზე, რომ რაღაცა ჩვენ ვართ ძველი ქვეყანა და ძველი ცივილიზაცია და ერთ-ერთი პირველები ვინც ფულს ჭრიდა და რაღაცა არავის ეგ არ აინტერესებს რაღაცა როგორც ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა წარსული რაღაცა იმები დამსახურებისთვის პენსია არ არსებობს თანამედროვე სამყაროში. ხო და უხსნი რატო არის ჩვენ რატო გვაქვს ჩვენ რეგიონული მნიშვნელობა, რატო არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რატო მნიშვნელოვანი, რატო არის მათ შორის მნიშვნელოვანი რომ საქართველოს გახდეს ამ ცივილიზებული სამყაროს და მათ შორის ევროკავშირის წევრი და ასე შემდეგ და ცხადია გიწევს ლაპარაკი მე ირანზეც გიწევს ლაპარაკი რუსეთზე გიწევს ლაპარაკი ჩინეთზე, მაგრამ მაგის შემდეგ იქიდან კითხვა არის ის რომ ოკეი თუ ესეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხარ და თუ ესეთი გამოწვევები გაქვს და თუ ესეთ მტერს ხართ დაჯახებული როგორიც არის ამ შემთხვევაში რუსეთი, ესეც ცალსაკე რატო დადიხართ 20 პარტია და ცალსაკე რატო გველაპარაკებით აქ, რატო ვერ შეთანხმდით, ანუ თუ ესეთი გამოწვევები გაქვთ, მაშინ ხო გასაგებია რომ ერთად უნდა იდგეთ და მაშინ ერთი პენით უნდა გველაპარაკებოდეთ, ან გვატყუებთ რომ ეგეთი გამოწვევები გაქვთ, ან სულელები ხართ და ვერ ახერხებთ ამ ძალების კონსოლიდაციას, ამიტომ ჩემი აზრით ეს ალიანსი, რომელიც გაკეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მე პირადად ძალიან სერიოზულად უყურებ და დამოკიდებულებაც რაც არის შიგნით, მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, რომელიც გადაილახა ამ უკანასკნელთების განმავლობაში, შიგნით დამოკიდებულებაც არის ძალიან სერიოზული და ადამიანები, რომლებიც იქ არიან, კამათობთ ძალიან ბევრ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ გააზრება იმისი, რატო გავაკეთეთ ეს და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, არის ყველაში ბევრი სამუშაო არის, ბევრი შეხვედრები დაგჭირდება, ბევრ რაღაცებზე კიდევ იქნებით, იქ დოკუმენტში არის გაწერილი კონკრეტული სტრატეგიული მიმართულება, მაგრამ თითოეული მიმართულების ქვეშ ერთობლივად რისი გაკეთება შეგვიძლია უფრო ეფექტურად ამ რაღაცებზე ჯერ კიდევ გვაქვს სალაპარაკო და ვართ შესაძახებელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კი ამ ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ეს, რომ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მათ შორის დაანახოს, რომ ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა ამ რეჟიმის ამ ქვეყანაში არსებული ადამიანები, რომელსაც ესმით რა რეალობაში ვართ, გვესმის რა გამოწვევების წინაშე არის ქვეყანა, ის როგორც გვესმის რა შესაძლებლობია ხა ამ წუთში ამ ქვეყანაზე მარტო
მოღვაწეებზე რო ელაპარაკოთ, შესაძლებელიც არის ისეთი, რომლის გავს ამ ქვეყანას არ ქონია, რავი, არასდროს შეიძლება ითქვას. ხო, მაგის გააზრებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ამიტომ რა არის ეს პატიმრების ვიდეო და ამის თქმა, რომ ეს პროცესი რაც ახლა დაიძრა, ეს არის კარგი დასაწყისი ძალიან. მე რაც ვნახე ხა ამ დღების განმავლობაში კომენტარი არ გამიკეთებია ამ თემაზე, ვნახე ბევრი მცდელობები სხვადასხვა მოთამაშეების ხვინა, რომ რაღაცა დამატებით რაღაცები ჩაედოთ ამ ალიანსში. არაფერი არ გამოვა, აი იმ დოკუმენტში რაც არის გაწერილი და მაგიტო არის ეს დოკუმენტი, რომ იქ არის გაწერილი სიტყვასიტყვით ის, რაზეც ჩვენ ვართ შეთანხმებული, არც მეტი, არც ნაკლები და ეს არის მაქსიმუმი და ჩემს კარგი, რაზეც ახლა ამ წუთში შევთანხმდით. მე ვნახე კომენტარები სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისგან, რომლებიც გამქრალები არიან საერთოდ პოლიტიკური სცენიდან და რაღაცნაირად ცოცხდებიან მარტო მაშინ, როდესაც ვიღაცა რაღაცას გააკეთებს და მედია მიდის და კომენტარს თხოვს და მათი ერთ-ერთი კომენტარი და რაღაცა სიცოცხლეს იძენენ ხოლმე, რომ რაღაცა გააკრიტიკონ და რამე ნეგატიური თქვან ვიღაცებს და ვნახე როგორ გაცოცხლდნენ უცებ ვიღაცები, რომლებიც სად იყვნენ წასული და გამქრალი არ ვიცი და ნუ მიაქცევთ ამ ხალხს ყურადღებას. ეს ხალხი ან თვითონ არაფრის გამკეთებლები არ არიან, ან ამ წუთში შეშინებული არიან და მაგის გამო საერთოდ იმაში არიან გადაწეული და მარტო მართლა სიცოცხლეს მარტო მაშინ იძენენ, როდესაც სხვის სხვა რაღაცას გააკეთებს და მიეცემათ საშუალება, რომ ამაზე რაღაცა ნეგატიური თქვენ, ამიტომ დაიკიდეთ ეგ ესა, ნუ უსმენთ მაგ ხალხს და დააკვირდით რას გააკეთებს ეს ალიანსი, იმიტომ რომ მე მგონი რომ ამ ალიანსს აქვს კარგი პერსპექტივა, რომ თვითონ როგორც ალიანსმა იმუშაოს და მგონია რომ ეს იქნება არა მარტო ეს ალიანსი, ანუ სამოქალაქო ჯგუფების ბევრი სხვადასხვა გაერთიანებებიც არის და იქაც მგონია რომ კარგი პროცესები მიდის, მაგრამ ჯამში ყველა ამ ძალების გაერთიანება ჩვენ მიგვიყვანს გამარჯვებამდე აუცილებლად.